გამარჯობათ ყველას მოგესალმებით. ამ არაბულ ინვესტიციებზე მოყვა ძალიან ხალხის ბევრი აზრთა სხვადასხვაობა რა. ნაწილი ამართლებს, ნაწილი აკრიტიკებს. რა თქმა უნდა, ჯანმრთელად მოაზროვნე ქართველი აკრიტიკებს და ამტყუნებს და არაჯანმრთელად მოაზროვნე ქართველი, რომელიც არის ფულზე გაყიდული და რაღაცებს რო ელოდება, ისინი ამართლებენ. ეხლა ამას წინათ უსმენდი გირჩის ინტერვიუს. გრეჩიხასთან ერთად. ეს კაცი რაღაცა ასტრალში ცხოვრობს, მე მგონი, ან თავს იდებილებს, ან ასტრალში ცხოვრობს რა. ვაფშე სხვა სამყაროში. ეხლა გირჩი ხარ თუ შვრიის ფანტელი, კაცო. რა აბოთბილელების ჩამოსახლება მომინდომა. რა 40,000 ყივჩაღი ხო ჩამოიყვანა დავით აღმაშენებელმა და ის რა პრობლემა იყო და რაღაცა. შენ დავით აღმაშენებელი ხარ, ვინა ხარ მითხარ? აი შენი პოლიტიკა, შენი ქვეყნის პოლიტიკა, დავით აღმაშენებლის პოლიტიკის თვალსაზრისია. დავით აღმაშენებელი რო ცოცხალი იყოს, ხო იცი რაც დაგემართებოდა. აი მასეთი პოლიტიკის საუბრიდან გამომდინარე. მასეთი ლაპარაკიდან, მასეთი გაправებებიდან გამომდინარე. თუ არ შეგიძლია ეს რაღაცა ჩაგაბარეს ნავი, რაშიც ზიხარ, ეს ნავი არ უნდა აქანაო, გავიგე, მაგრამ დებილობებს რატო ლაპარაკობ მითხარით? ხალხს აი პირდაპირ რატო აყენებ შენი დებილობა საუბრით შეურაცხყოფას, ხო? აბოთბილელები, შენ იქნებაო ჩვენზე მეტი აბოთბილელები იყვნენ. ის აბოთბილელი მე მაგის გამო აწამეს და მოკლეს ისევე არაბები. და რავი, საძულველი პიროვნება მაგათთვის ეგ კაცი. საერთოდ ეს წინა საუკუნეების ისტორიების მაგალითების მოყვანა დღევანდელ რეალობასთან, ანუ რანაირად მითხარი, რომელი ხარ, რომელი მეფის ფასია დღეს დღევანდელი პოლიტიკა, ხო? ამას რომ მიხსენ. ეს ისინი მე ჯერ საერთოდ იმ კონკრეტულ არაბთან ისეთი შეხება და ურთიერთობა თუ არა დაბალ სეგმენტთან. დაბალ სეგმენტთან. აი ციციბურას, ამ შვრიის ფანტებს საერთოდ შეხება გქონიათ არაბებთან თქვენ? იცით აი რიგითი ფენომენი არაბი როგორი არის და რა სტილის ტიპი არის საერთოდ. გაგიგიათ? იმის სულში და იმის, რა ვიცი, აი შთამომავლობაში დევს ის, რომ მე უნდა ვიყო ძმაო, შენ ვინც ახ, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ საერთოდ. მე მქონია შეხება, კი. და მარტი მაგალითს გეტყვით. როდესაც ზაფხული მოდის, საქართველოში დღეს 99% თუ არა და 90 თუ 80% მაინც ცხოვრობს ტურიზმით. ზოგი აქირავებს, ზოგი ძღოლად მუშაობს და არაბებს ემსახურება, რომ რაღაც 1-2 კაპიკი შეიტანოს ოჯახში. ანალოგიურად მეც მასე ვარ ხოლმე, როცა მაგის საშუალება მაქვს. ერთი დღე არის და არაბი ოჯახი ყავს. ცოლი, ქმარი და 2 ბავშვი. ოჯახი რა ჩვეულებული. პირველი 2 დღე არაფერი კაცო, ჰარმონია, შენგენაცვალე, მაშალა, აი ესეთი საუბრები, არანაირი რა. არაფერი ზედმეტი იმ ხალხისგან საერთოდ. 10 დღე მაგ ხალხთან ვიცხოვრე. და ამ 10 დღის განმავლობაში მე ერთი რამ რაც გავაანალიზე, მივხვდი რომ ეს ხალხი არიან ამპარტავანი, უზრდელი ხალხი. და მე გეტყვით რატო. მოკლედ სიტუაცია დადგა ისე, რომ ამ კაცს ვეხმარები ახლა რაღაცეები, ანუ ჩანთების აღება არის, რაღაცა, ანუ
ამ კაცმაც ჩემს მიმართ ცოტა სხვანაირი ყურადღება გამოიჩინა, პატივისცემა გამოიჩინა, დამაფასა, მაქო, მადიდა და მეც ცოტა არ იყოს და რო ვთქვათ, გამისწონდა რა ეს სიტუაცია. და მეც ახლა ხო ხტები შენს ადამიანი რო პატივისცემ, შენს გინდა რომ პატივისცე და რაც შენ უფლება მოვალეობაში არ შედის, რავი გინდა რომ გაუსწორო რა მაქსიმალურად. და ეს გასწორება ამას გაუტყდა რა. და ერთი დღე არის და რაღაცა მაღაზიაში შევდივართ რა ერთ სიტყვით და კაროჩე ტიპმა იყიდა რაღაცა ბევრი რაღაცები ერთ სიტყვით, აი ერთი ორი დიდი პარკი რაღაცები იყიდა, თავისი ცოლით შევიდა, ბავშვები პატარები არიან კაცი ხე ის ბავშვები მანქანაში იყიდა ამ ცოლ-ქმარმა რაღაცები, მე შემიყოლეს, აი პირდაპირ თოკო შენს შემოვიდი, შემიყოლეს, შევედი, რავი ხა ხოვაზე ხარ ადამიანია, პატივისცემით მეპყრობა, მეც პატივისცემით ვეპყრობი და აი ეს რაღაცები რო რაც იყიდა ეს ორი დიდი რაღაცა, ხო? აი ეს თითით მიჩვენებს რომ აიღეო და წაიღეო, გაიგე? აი ეს აიღეო და გაიტანეო და ჩადეო რა მანქანაშიო რა. ეგრევე დავაგდე რა და მეთქი ხელზე დავარტყი. შენ მეთქი რამე ხო არ გეშილება ერთი. დავაი ხელი მოკიდე მეთქი და ერთად ავიღოთ და ან წავიღოთ. თუ არა ორივე შენ აიღე. ეს გაუტყდა, ეწყინა ჯიგარს. და მე იმის მერე ცოტა არ იყოს და ურთიერთობაც დაგვეცა. ვინც შემოგხავთ, შვილო ჩემო. ვინებით შემოგხავთ, იმათთან აი რამე ნაცხოვრები ცოტა ისე ხო უნდა კონდეს ადამიანთან, იმ ადამიანთან. მე დარწმუნებული ვარ, აი ეს გამპრავებლები ვინებიც ხართ ამ არაბ აი ეს უცხო რო გამოდის YouTube ბლოგ, მე ეს ადამიანი რაღაცა მეგონა, რავი რა, უსმენდი ხოლმე ქართველი მეგონა. ქართველი კი არა, ფულის მონახა შპინოში. ფულის მონახა. რა საპრავი, რისი გაპრავი, აი რა საპრავი მითხარი, ხო? რაც არის იმას რატომ იპრავი? რაც რა ხელშეკრულებაც არ არსებობს. არსებობს, მაგრამ რაშიც შენ არ გახედებენ, მე არ მახედებენ, არავის. რას მიპრავებ? ან გრეჩი ხარ რას მიპრავებს, ან ეს უცხორა, ან ხანინდრავ არას. ერთი კარგად დაიმახსოვრეთ რა. ამ ყველაფერს ხალხი იმახსოვრებს. ამ ყველაფერს ხალხი იმახსოვრებს. და მე რაღაცები არ მოყვეს მე მაგ რაღაცებს რა. და მე მუხლებზე დასადგომი სიტუაცია არ გაგიხდეთ რა თქვენ რა. თქვენი შვილები ფეხზე კიდიათ თუ რა ხდება ერთი ვერ გავი. თუ დიდი კედლები გაქვთ აშენებული 5 მეტრიანი კრწანისი კი არა იმაში რა ქვას კაკლების დასახლებაში და რავი აქაო და მე ვარ და დაცვები ყავდა. მაგ დაცვებს თავზე გადაგაღუნავენ აი გარაბები, როცა მოინდომებენ რომ აი შენც დაგიპყრონ და შენც აგი, შენთანაც რო შემოვიდნენ. მაგ დაცვას შეჭამენ, ზედ მიგაყოლებენ რა. ხო, ეხლა ეს რის აი რატო არის პრობლემა? ნუ მე ესე მიმაჩნია რა, ანუ რატო მივედით ამ დონემდე? აი ეს ყველაფერი არის დაწყებული ევროპა თუმე ხალხიდან გამომდინარე, ანუ ამ არაბებმა შეხედეს სიტუაციას, თქვეს რომ ეს ხალხი 30 წელია ყოველთვის ვიღაცებს შესნატრიან, ამათთან აი შეფუთული საუბარი მაგრად ჭრის, აი ეს ვითომ ხიმილები რაღაცები იქითური აქეთური, ეხლა ეს ჯიგრები დარჩნენ ევროპის გარეშე, ამერიკის გარეშე და ნუ მოკლედ აი ფული უნდათ ეხლა ამ ხალხს რა. ანუ რაღაც აი საკუთარი მე არ გააჩნიათ და ეხლა ვიღაცამ ხო უნდა უშველოს კაცო. და რატომაც არა გამოვიყენებთ ამ ყველაფერს. ეს იცი ვისი ბრალი, აი რუსთაველზე რო გახარდა ევროპა მინდა და ამერიკა მინდა, აი თქვენაირების ბრალია, რო დღეს აი ეს ადამიანები შემოდიან და აი ხელა პროექტს ახორციელებენ. თქვენნაირად მოაზროვნე ადამიანების ბრალი. და ისინი კიდე ვინ სახში ზიან და ერთ ადგილს რო იფხანენ და საერთოდ შეხება რო არ ქონიათ ამ არაბებთან.
რა გინდათ ბიჭო, რომ გადააყოლოთ მთელი ახალგაზრდობა, ქვეყანა, ბავშვი რო გაიზრდება, პატარა ბავშვი. და სკოლაში რომ მივა, აი ჩავთვალოთ, გაკეთდა ეს პროექტი რა, თქვათ, ეხლა გაკეთდა ეს პროექტი. ესენი ხო გამრავლდებიან კაცო იქ. აი იმ დონის სიდებილეს ნუ მაინც დაუშვეთ თქვენ თავში რომ არა კაცო აქ მოვლენ ზაფხულობი და ზაფხულში იქნებიან, ზამთარში კარს ჩაკეტავენ და ეგრე იქნებიან და გააქირავენ, ნეტა ვიზე უნდა ქართველზე უნდა გააქირავონ ის ბაიტები? თუ ვიზე უნდა გააქირავონ, ერთი გამაგებინე. აი ერთი დაუშვათ რა, რომ აი დაუშვათ პირობითად გაშენდა ეს პროექტი, ჩამოვიდნენ ესენი, ნუ რაღაცა და გავიდა 1 5 6 7 10 წელი გავიდა. მომავლის პერსპექტივით მაგას ვერ ხვდებით რამხელა პრობლემა არის? იბარტყი სამათმა, შვილები ყავთ, საწყულო შვილები ყავთ. ხო? ვიღაცა საცხოვრებლად არის უკვე აქ ჩამოსული. აჟიზნი უნდა იცხოვროს, სამუდამო ცხოვრება. შევიდა სკოლაში, გადმოხედა რაღაცა სიტუაციას, აქ მართლმადიდებელი ბავშვები არიან რაღაცა, აქ ჩემი მუსლიმანური აქ ფეხშიშველა უნდა შედიოდეს კლასში ბავშვი ახლა ხო ხდება იქ ეგრე ნუ გონიათ იქ ვაფშე რადიკალურად სხვა აღქმა ზოგადად ყველაფერს სახში რო შედიხარ ფეხშველები დადიან იქ და წინდები და ნასკები დარბიან კაცო ბიჭო ყველას თავის ტრადიციაში გაუმარჯოს ვაფშე შეუთავსებელი იქნება და ეს ხალხი მოითხოვს რომ ან ცალკე სკოლა აგვიშენეთ ჩვენ და ცალკე სკოლები იქნება ჩვენი ბავშვებისთვის ან კიდე აი ეს ქართველი ბავშვებიც გადმოპორტირდებიან როგორც ჩვენ გვინდა და ისლამის გაკვეთილებით ხანდახან ჩავატავროთ ხოლმე ეს ნუ გონიათ რომ არ იქნება და იქნება და უკანასკნელი დებილი და გამოშტერებული ნუ იქნება ქართველი რომელსაც გონია რომ აი ეს ჩვენ გადავამტროთ რას გადავამტრო ისი გადამტროველი ხარ ტრაკი ვერ აუწევია ელემენტარული რომ ადამიანი რომ რაღაც ის რო იყო ხოლმე ეს LGBT ანტი LGBT აქციას და ისინი რო იყო ხოლმე ტრაკი ვერ ავაწევინე ზოგი ერთებს და თქვენ ვინმეს რამეს უზავთ ბიჭო ცოტა გამოფხიზდით რა ხალხო რა ცოტა ტვინი დააყოლეთ რასაც ვაკეთებთ მაგის ზედავად არ ვიცი ხა მე პირადად ეს დიდ პრობლემად მიმაჩნია იმიტომ რომ შვილები მყავს მომავალი შვილები შვილები უნდა გაიზარდონ ამ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ ყველაფრის ფასად მიღირს რომ აი ეს სისულელე არ განხორციელდეს ამ საქართველოში ყველაფრის ფასად მიღირს რომ გავიზდები გაიზდებიან და მე რომ დავბერდები რომ შვილმა არ მითხრას მამი ეს რა ნეხვობა დაგვიტოვეო რა როგორც ჩვენმა მამების თაობამ ნეხვობა დაგვიტოვა 90-იან და ჯარჯში რო ჩააბარეთ ძალიანად და დღეს რო საქართველოში აი ესეთი განუკითხაობა არის ეს რა დაგვიტოვეო რომ არ ელემენტარული შვილმა არ მომაძახოს რა ცოტა ვიფიქროთ ამით ვიფიქროთ უცლით ნუ გავიფიქრეთ მარტო სიმდიდრე არაფერი არ არის და ბიზნესები ვაკეთოთ და ფული ვიშოთ ყველა ფულის დედავატირი როცა შენ მომავალს ისპობ კაცო შენი ხელით ის ფული დროებითია ბიჭო შვიდში იგეგმება აქცია 7 დეკემბერს და ვისაც საქართველოსთვის რამის გაკეთება უნდა აი იმ აქციაზე გამოჩნდება ვისაც ეს ქვეყანა უყვარს იმ აქციაზე გამოჩნდება ეგრე არ არის რა რომ დიდი ამბავი და რაღაც დავიკიდებთ დაგვახტებიან თავზე ჩვენი მომკითხავი არავინ არ იქნება რა კარგად იყავით